ესე იგი, გაჩერებულები ვართ მეგობრებო იქ რომ დამარცხდა ესპანეთი კუბაში, false flag-ი მოუწყო ამერიკამ და დააბრალა შემდეგ. და ვაგრძელებთ აი ამ მომენტიდან დამარცხებულია კუბა, შეიერთა ჭყალებში დამოუკიდებლობა მოაპოვებინა კუბას, რატომღაც პუერტო-რიკოს მიაყოლა თან, პუერტო-რიკო საერთოდ არ არის კუბის ნაწილი, სხვა კუნძულია, უფრო სამხრეთ ამერიკასთან არის, ახლოს. და ესპანეთი და კუბიდან წასვლის შემდეგ ამერიკელი ინვესტორები ჭყალებში კუბის მაღალ ფენის რამოდენიმე წარმომადგენელთან თანამშრომლობით ხელში იგდებენ შაქრის პლანტაციებს. ანუ რა თქმა უნდა ხალხო, ანუ კუბის დამოუკიდებლობაზე არავინ არ ზრუნავს რეალობაში, არც პუერტო-რიკოს მათ უნდათ რესურსები და ჩაიგდეს შაქრის პლანტაციების მაღაროები, ასევე საკომუნიკაციო ქსელები და ენერგიის წარმოება. კერძოდ ამერიკულმა კომპანია United Fruit Company-მ 800,000 ჰექტარი მიწა დაისაკუთრა შაქრის ლერწმის მოყვანისთვის. როკფელერებს ეკუთვნოდათ ეს, რო იცოდეთ მეგობრებო. და 1901 პირველი წლის 2 მარტს კონგრესმა მიიღო ეგრეთ წოდებული პლატის შესწორება, ასე ქვია, Plat Amendment, რომელთაც კუბა ოფიციალურად აშშ-ის პროტექტორატი გახდა, ანუ დაიპყრეს. შეერთებული შტატები არ საუბრობდა კოლონიის სტატუსზე, თუმცა ფაქტობრივად კუბა სწორედ კოლონია იყო. კუბელებს აიძულეს, რომ კუბის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში აშშ-ისთვის მიწის ნაკვეთი გადაეცათ, სადაც აშშ-ის საზღვაო ძალებმა ააშენეს. არც ისე კარგად ცნობილი გვანტანამოს საზღვაო ბაზა, რომელიც რა თქმა უნდა ეხლაც არსებობს და ცნობილია და შეგიძლიათ დაგუგლოთ. ანუ მეგობრებო, აი ასე მუშაობს ამერიკა რა. ანუ არ ვიცი, ჭყალებში არ ვიცი არ იპყრობს, მაგრამ იპყრობს. ჩვეულებრივი კოლონია გახდა კუბა. ანუ კუბის მთავრობამ დაბლოკა იმის აშენება, ამ გვანტანამოს ბაზის აშენება, კაცო. ამერიკამ თქვენ მართლა ხო არ გონიათ თუ კაცო დამოუკიდებლები ხართო და ბაზა მაინც აშენდა. 1917 წლის ეგრეთ წოდებული ჯონს შაპროსის აქტით კუნძული პუერტო-რიკო, რომელიც არაფიშუაშია კუბასთან, აშშ-ის ტერიტორიად გამოცხადდა ხალხო. ოფიციალურად დაიპყრეს, აქ საერთოდ არ შეერცხვათ, პირდაპირ გამოაცხადეს. აშშ გამოცხადა, რაც დღემდე უცვლელია, დღეს იგივეა. აშშ არ უწოდებდა ამ პუერტო-რიკოს კოლონიას, ყველა პუერტო-რიკელს მიენიჭა აშშ-ის მოქალაქეობა ხალხო. ყველა პუერტო-რიკელს არის ამერიკის რა ქვია მოქალაქე და ქვეყნის ოფიციალური ვალუტა დოლარი დამკვიდრდა კაცო. თუმცა განსხვავებით ალიასკის და ჰავაიისგან პუერტო-რიკო აშშ-ის შტატი არ არის. რის გამოც პუერტო-რიკელებს არ აქვთ ხმის მიცემის უფლება. ანუ ისე დაიპყრეს, რომ ხმის მიცემის უფლებაც არ აქვთ. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში პუერტო-რიკოს ყავს ერთი დელეგატი, რომელსაც ხმის უფლება არ აქვს. ახლა მინდა ციტატ წაგიკითხოთ, ამონარიდი წაგიკითხოთ უბრალოდ აშშ-ის მეორე მსოფლიო ომის დროინდელი მოხსენებიდან, თლათ ოფიციალური დოკუმენტიდან, ხალხო. აი ამ დოკუმენტში ვკითხულობთ. ამ ქვეყანაში ადამიანის უმეტესობა, მათ შორის განათლებულებმაც კი ძალიან ცოტა რამ იცის, ან საერთოდ არაფერი იცის ჩვენი საზღვარგარეთული ტერიტორიების შესახებ. ფაქტობრივად, ბევრს გონია, რომ მხოლოდ უცხო ქვეყნებს, მაგალითად ბრიტანეთს აქვთ იმპერია. ამიტომ ამერიკელები ხშირად გაკვირვებულები რჩებიან, როდესაც იგებენ, რომ ჩვენც გვაქვს იმპერია. ხვდებით მეგობრებო, ეხლა დოკუმენტი აი 10 წერია, ხედავთ ციფრი 10 და ეხლა ვნახოთ ეს რა დოკუმენტი. ეს არის Daniel Immerverse, How the US has hidden its empire. Guardian-ის იმაში ვკითხულობთ 2019 წლის 15 თებერვლის გამოცემაში, შეგიძლიათ თქვენი თვალებით იხილოთ. სოციოლოგმა უილიამ სუმნერმა, რომელიც იელის უნივერსიტეტის პროფესორია, თქვა 1898 წელი იყო დიდი გარდამტეხი მონაკვეთი შეერთებული შტატების ისტორიაში, რაც სუმერმა სწორად განმარტა, რადგან ახლა აშკარად გახდა, რომ აში ასევე მიდრეკილი გახდა გაფართოების და იმპერიული პოლიტიკის მიმართ და ხელში იგდებდა იმ უცხო კუნძულებს, რომლებიც აშკარად არ იყო აშშ-ის ტერიტორიული ნაწილი. ამას ვკითხულობთ ნაშრომაში We who dare to say no to war. 93 გვერდზე და წაიგითხეთ ძალიან საინტერესო წიგნია სხვათა შორის, ძალიან საინტერესო.
ბევრად უფრო საინტერესო ვიდრე ეს თვითონ ეს წიგნი, რომელშიც ახლა ჩვენ ვართ. სოციოლოგია აგრძელებს, პროფესორი სამნერი აგრძელებს მსჯელობას. ჩვენ დავამარცხეთ ესპანეთის სამხედრო კონფლიქტში, მაგრამ დავთანხმდით მისი დაპყრობის იდეებს და იმპერიულ პოლიტიკას. ასეთი ამბავია ძვირფასო მეგობრებო. მხოლოდ 1911 წელს, დიდი ხნის შემდეგ, რაც აშშ-ს და ესპანეთს შორის კუბაში და პუერტო-რიკოში მიმდინარეობდა ომი დასრულდა, ამოყვანილი იქნა US Maine, ის გემი, რომელიც ჭყალებში ესპანეთმა ჩაძირა. დუსტად შეისწავლეს და პატრიციულ ამერიკელმა ინდუსტრიალისტმა ედვარდ ატკინსონმა დაასკვნა, რომ მეინი ნამდვილად განადგურდა შიგნიდან, როგორც ესპანელები ეჭვობდნენ. ვარაუდობენ გაზისა და ელექტროენერგიის კომბინაციით. ესპანეთს არ ჰქონდა არაფერი საერთო მეინის ჩაძირვასთან. ისევე როგორც 1856 წელს მექსიკასთან ომის დაწყება, რომელიც რიო გრანდეზე მომხდარი ინციდენტი დაიწყო, არც ესპანეთს არ ჰქონდა 98 წელს დაიწყო სიცრუით. ანუ ესპანეთს რომ წაართვეს ტერიტორიები ამერიკელებმა ისიც სიცრუით, იგივე ტაქტიკით, რაც ესპანელებს მოუწყვეს. ანუ ორივე შემთხვევაში საერთოდ ყველა ომი, რომელსაც ვიხილავთ, სწორედ ასეა. ასე ვთქვათ, ნაწარმოები. 1976 წელს აშშ-ს საზღვაო ძალების ადმირალმა, უკვე 76 წელს, ჰაიმან რიკოვერმის მიერ ჩატარებულმა ოფიციალურმა გამოძიებამ დაადასტურა, რომ აფეთქების ფორები გარეთ იყო მიმართული, რაც მიუთითებდა, რომ აფეთქება მოხდა USS Maine-ის შიგნით. ესეთი ამბავია. აქ სხვა ვარიანტებია, რომ შიგნიდან მოხდა ესპანეთს არაფერი შუაში არ არის, ეს ვიცით, მაგრამ ძალით მოხდა თუ არა, ამას ძნელია დავადგინო თუ შეუძლებელიაო. ადმირალმა რიკოვერმა ვარაუდი გამოთქვა, რომ გემის შიგნით სამწუხარო შემთხვევით ინციდენტი მოხდა. ანუ ახლა უკვე ეს ფაქტი რაც არის, რომ false flag-ი იყო, ტყუილი იყო ესპანეთის მიმართულები, თუმცა ეს მოწყობილი იყო თუ შემთხვევითი, ეს უკვე სპეკულაციების საშუალებას იძლევა. დღეს ხელმისაწვდომი ისტორიული წყაროები ადასტურებს, რომ 1962 წელს აშშ-ს გენერალმა ლაიმერ ლემინიცერმა ვაშინგტონში წამოყენა საიდუმლო გეგმა, რომელიც ოპერაცია ნორდსვუდი ეწოდება. ეხლა აქ რაზე საუბრობს მთხრობელი? საუბრობს იმაზე, რომ არ გამორიცხოთო, რომ ამერიკელმა სპეცსამსახურებმა თავის ხალხი თვითონ დახოცეს. იმიტომ რომ 1962 წელს აშშ-ს გენერალმა ლაიმერ ლემინიცერმა ვაშინგტონში წამოაყენა საიდუმლო გეგმა, რომელსაც ოპერაცია ნორდსვუდი ეწოდება. ამ გეგმის მიხედვით კუბის სანაპიროსთან აშშ-ს გემის აფეთქება იყო გათვალისწინებული, რათა ომის დაწყება მოეხდინათ. ჩვენ შეგვიძლია ავაფეთქოთ აშშ-ს გემი, იგი ამბობს. გვანტანამოს ყურეში და კუბას დავაბრალოთ. ხოლო აშშ-ის გაზეთებში დაღუპულთა სიების სასარგებლო ეროვნულ აღშფოთების ტალღას გამოიწვევს. დევით ხალხო? რა ხდება? ასეთი ამბავია, ანუ ოპერაცია ნორდსვუდი დაგუგლეთ მეგობრებო და ნახავთ, რომ კუბის დამორჩილება იმის შემდეგ, რაც ფიდელ კასტრო აკონტროლებს კუბას, იყო გეგმები, სწორედ რომ ეს თავის ხალხი დაეხოცათ იმისათვის, რომ დაბრალებოდათ კუბელებს. ამიტომ ის ვარაუდი, რომ შესაძლოა USS Maine-ის აფეთქებაც შიგნიდან ყოფილიყო განზრახ გაკეთებული, არის რაციონალური ვარაუდი. ასეთი ამბავია და შემდეგ შეხვედრაზე ჩვენ მეგობრებო ვისაუბრებთ უკვე იმაზე სხვა მნიშვნელოვან თემებზე. მადლობა, კარგად გრძანდებოდეთ.